მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღოლაშვილი გურიის რეგიონს სტუმრობდა. სონღოლაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მდებარე საკალმახე მეურნეობაში წარმოების პროცესს გაეცნო და მეთევზეობის დარგში ჩართულ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეპსე ვაკიჯვრის კალმახის სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ პროექტით შეღავათიანი აგროკრედიტი არაერთხელ ისარგებლა. კომპანიას, რომლის წარმოდობა წელიწადში დაახლოებით 200 ტონა კალმახის წარმოება, 40 დასაქმებული ჰყავს. ნედლი თევზის რეალიზაცია ქსელური მაღაზიებისა და სუპერმარკეტების საშუალებით ხდება. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია სრულად იქნას გამოყენებული ყველა ის პოტენციალი, რაც აგროწარმოების მიმართულებით არსებობს. მიზნობრივი პროგრამების დანიშნულებაც სწორედ იმ ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერა, ვინც სასოფლო სამეურნეო წარმოების დაწყებას ან გაფართოებას გეგმავს. ჩვენი წარმოება არის ნიკორაშვილობილი კომპანია. ეს მუშაობს 2006 წლიდან დავიწყეთ ჩვენ აქ საქმის კეთება. და დაახლოებით 250 ტონა თევზს ვყიდით წელიწადში. და 3-4 ტონა ხიზილალას კიდე ალბათ და რაც შეეხება აგროკრედიტის ძალიან დაგვეხმარა თავის დროზე, როცა ჩვენ ეს კრედიტი მივიღეთ, იმიტომ რომ უპროცენტო სესხი თუ არსებობდა, მანამდე მე არ მეგონა, მაგრამ ძალიან დადებითად და ძალიან კარგად მოვიხმარეთ. ვაგრძელებთ რეგიონებში ვიზიტს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ფერმერებთან შეხვედრები რეგიონებში ადგილზე გაცნობა იმ პრობლემების საჭიროების, რომელიც მათ აქვთ, რადგან პირდაპირ იყოს ასახული იმ პროგრამებში, რომელსაც სახელმწიფოს თავაზობს ფერმერებს სხვადასხვა პროგრამებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ შეიქმნას არამხოლოდ პირველადი წარმოებები, არამედ პირველადი პროდუქციის წარმოება, არამედ გადამამუშავებელი წარმოებები, რადგან ეს ხელს უწყობს რეგიონებში რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებას, რაც ცალსახად არის ფუნდამენტი იმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წლის ბოლოს გურიაში ახალი ოფისი ექნება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გურიის ოფისის მშენებლობა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული ერთეულის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გაძლიერების პროცესის ნაწილია. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის ოფისის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის ღირებულება 970.000 ლარია. ორსართულიან თანამედროვე სტანდარტების კეთილმოწყობილ ოფისში გურიის განყოფილების თანამშრომლები განთავსდებიან. დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა გურიაში დაათვალიერა ჩვენი ოფისის საამშენებლო სამუშაოები. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, დაინტერესდა ჩვენი საჭიროებით და რეგიონში არსებული გამოწვევებით. მინისტრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ვიგრძენით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გურიის განყოფილებას სულ მალე ექნება ძალიან საუკეთესო სამუშაო პირობები. რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ხვდებით ჩვენს რეგიონულ სამსახურებს, ადგილზე ვათვალიერებთ მათ საჭიროებებს, რადგან მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, მისი აღსრულებელი რეგიონებში არის ჩვენი რეგიონული სამსახურები და იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა აღსრულდეს სათანადოდ, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ სამსახურებს გქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო და აქედან გამომდინარე, ზუსტად ის საჭიროებები, რომელსაც ადგილზე ვეცრობით, პრისიერად უნდა იყოს ვაკეთებთ რეაგირებას და გადაწყვეტილებებს, რომ იყოს შესაბამისი გარემო შექმნილი. გუშინ გზის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზად ჩილაჩავა დააკავეს. ჩილაჩავას ადვოკატის მარიამ პატარიძის ცნობით 71 წლის ქალმა პროტესტის ნიშნად იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო. ცნობისთვის 22 ოქტომბერს მოსამართლემ აზად ჩილაჩავას სახის დაფარვისთვის სამართალ დამრღვევა ცნო და აღკვეთი ღონისძიების სახით სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. გუშინ ასევე დააკავეს კიდევ 3 პირი. ერთ-ერთი შეშმო პირის სტატუსს ატარებს.
გუშინ საღამოს რუსთაველის გამზირზე მოხდა აზად შილაჩავას დაკავება, რომელიც ამჟამად მოთავსებულია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ის არის მხნედ, თუმცა მას დაწყებული აქვს მშრალი შიმშილობა. ქალბატონი აზა ძალიან მხნედ არის და ძალიან ნერვიულობს გარეთ დარჩენილ ახალგაზრდებზე. ეს იყო ერთადერთი, რაზეც ის ნერვიულობდა. ახლა არ იქნება სიცხლის სამართალი, იმიტომ რომ ქალბატონი აზა არ არის სახელდადებული პირი. სიტყვიერი შენიშვნა არ არის სახდელის სახე. აქედან გამომდინარე, ეს ქმედება ისევ ადმინისტრაციული წესით არის დაკვალიფიცირებული. ბეროზაშვილი დააკავეს წუხელ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა საქმის მასალები ჯერ ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. ის არის დიღმის იზოლატორში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ვეფხია ბეროზაშვილის წინააღმდეგ მანამდე არსებულ ორ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიმდინარეობს წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც წარდგენილი გვაქვს ცნობები მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ. ისე პოლიტიკური შეფასებების თემაა მართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვაზე და ოპოზიციის მიერ დაანონსებული ბრძოლა. ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო ის სამი პოლიტიკური ძალაა, რომელთა გაუქმების მოთხოვნით სახელმწიფო გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს. სამართლებრივ ბრძოლას იწყებს ნაციონალური მოძრაობა. ლელომ კი საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა და კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. მას სოლიდარობას უცხადებს პარტია გახარია საქართველოსთვის. რო ამოხდება ამ კვირების თუ თვეების მანძილზე ვერ გეტყვით, როდის დაიწყება ეს პროცესი, ამასაც ვერ ვიცი ნასაკონტროლებ, უბრალოდ ფაქტია, რომ ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ სხვადასხვა ეგრეთ წოდებული სამართლებრივი მეთოდებით გაანადგუროს ყველა კრიტიკული ორგანიზაცია, მათ შორის ოპოზიციური პარტიები საქართველოში, აი თავარი ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში და რეალურ, ასე ვთქვათ, საფრთხედ აღიქვამენ. ამიტომ ხა სამართლებრივი დიდად ეს პროცესი არ იქნება, თუმცა იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ წინააღმდეგობის კიდევ ერთი შეიძლება კერაც გაჩნდეს, ან კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ეპიცენტრი იყოს, თუნდაც ბათუმში ხოლმე, ან არ ვიცი ხა, ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა პროცესი წავა. გახარიას გუნდი არ არის ამ სარჩელში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს, ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი შეცდომები, ჩვენ ვთქვით, რომ პარლამენტის ბოიკოტირება იყო შეცდომა, შემდეგ ეს მთელი პროცესის ბოიკოტირება იყო შეცდომა და რაც მთავარია 4 ოქტომბერი, რომელმაც გაუჩინა ბევრი შესაძლებლობები ოცნების რეჟიმს. 4 ოქტომბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, რომლებმაც შექმნეს ეს დღე. შეიქმნა საკმაოდ სკელტანიანი დოკუმენტი, 500 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება საკონსტიტუციო სარჩელის და განიხილავს სასამართლო ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის და მისი საცეცების წინააღმდეგ და მიიღებს, მე დარწმუნებული ვარ, შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ექსტრემიზმი, საქართველოში უნდა დასრულდეს რადიკალიზაცია, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია და აი ეს სექტა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აჯანჯღარებდა ჩვენ ქვეყანას, უნდა დასრულდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვა შეძენა ფლობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 2007 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალა პირადი სარგებლობის მიზნით წინასწარი შეცნობით შეიძინა. ოზურგეთის ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაქალაქს საინტერესო და აკადემიური ღონისძიება მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ძველი თბილისი მუსიკის, ცეკვის, ლექსებისა და თემატური სამოსის საშუალებით ლეგენდებით გააცოცხლეს. მოზარდებმა ღონისძიებით დედაქალაქის მრავალფეროვანი და სტუმართმოყვარე გარემო შექმნეს. გაიხსენეს საინტერესო ისტორიები მისი დაარსებიდან დღემდე. ისაუბრეს თბილისის უნიკალურობაზე, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა თუ რელიგიის ადამიანები მეგობრულად თანაარსებობენ. ღონისძიების ავტორი და იდეის ინიციატორი მუსიკის პედაგოგი ვარდო ჯინჯარაძე იყო, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად თბილი და სასიამოვნო დღე აჩუქა სკოლას. დღეისათვის სულ ეს გავხდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.
Thank you.